მოგესალმებით. ამ ვიდეოში თქვენ ნახავთ თუ როგორ უნდა შეიძინოთ სასურველი ტექნიკა ონლაინ. პირველ რიგში უნდა შემოხვიდეთ ჩვენს ვებგვერდზე, თქვენს ბრაუზერში უნდა აკრიფოთ megatechnica.g და შემოხვდეთ აი სწორედ ამ გვერდზე, სადაც ტექნიკის დიდი არჩევანია. მაშ ასე თქვენ ხედავთ, რომ ჩვენთან ტექნიკის შეძენა ერთი ზარითაც შესაძლებელია, ხოლო თუ თქვენ გსურთ ონლაინ პირდაპირ ბარათის მონაცემების მითითებით შეძენა, მაშინ უყურეთ ვიდეოს ბოლომდე. მოდით ესე იგი პირველ რიგში ვნახოთ თუ რისი შეძენა გვინდა. მაგალითად ტელევიზორი. პროდუქციის ჩამონათვალი არის, აქ როგორც ხედავთ, კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად. ავირჩიოთ მოდით ტელევიზორების კატეგორია და მარცხენა მხარეს არის ფილტრები. მოდით ავირჩიოთ 53 ინჩიანი მაგალითად და ასევე ავირჩიოთ სმარტი და სმარტ ანდროიდიც. აქ უკვე ყველა ტელევიზორი არის 53 ინჩიანი, სმარტი ან სმარტ ანდროიდი. მოდით ავირჩიოთ პირველივე, ეს არის Hisense-ის ტელევიზორი, რომელზეც არის ფასდაკლება, როგორც ხედავთ, და აქ არის პროდუქციის დეტალური მახასიათებლები მოცემული. ხედავთ, რომ აქვს გარანტია 1 წელი და კიდევ ბევრი რამ წერია. თუ რაიმე კითხვა გაგუჩნდება დამატებით, რაც ტექნიკის შეძენასთან არის დაკავშირებული, ჩვენ შეგვიძლია მარჯვენა ქვედა კუთხეში ყურსასმენის ღილაკს დავაჭიროთ და ვისარგებლოთ ონლაინ კონსულტანტის მომსახურებით. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ უფასო ზარი ან ონლაინ ჩათი, ასევე გადმორეკვის სერვისი. ჩავწერთ აქ ჩვენს ნომერს, მივუთითებთ სასურველ დროს და ოპერატორი თაბად დაგვიკავშირდება. მოდით გავაგრძელოთ ახლა შეძენის პროცესი. ამისათვის უნდა დავაჭიროთ იყიდე ღილაკს და საიტი პირველ რიგში მოგთხოვს დარეგისტრირებას. მოდით ჩავწეროთ აქ ჩვენი სახელი და გვარი. Google-ის სერვისის მეშვეობით ასევე შეგიძლიათ რომ მივუთითოთ, აი მოდი მაგალითად ჩავწეროთ. ასევე ნომერი, ამ შემთხვევაში მოდი ჩავწეროთ ასეთი ნომერი და მეილი ასევე. პირადი მეილი უნდა ჩაწეროთ აქ იმისათვის, რომ მოგივიდეთ შეკვეთის დასტური მეილზე და ასევე ინვოისი. პაროლიც ასევე უნდა ჩავწეროთ. ასევე უნდა გავიმეოროთ ეს პაროლი. რეგისტრაცია. წარმატებით დასრულდა ჩვენი რეგისტრაცია, მაგრამ ახლა უნდა დავამატოთ მისამართი, თუ სად გსურს ნივთი რომ მივიღოთ. ავირჩიოთ ქალაქი თბილისი. ჩავწეროთ აქ ისევ ჩვენი სახელი და გვარი სრულად და მისამართი. მოდი ჩავწეროთ. აი პირდაპირ გვთავაზობს ჩვენი Google ამის შეყვანას, რაც კიდევ უფრო ამარტივებს რეგისტრაციის პროცესს. ასევე მოდი ტელეფონშიც უნდა ჩავწეროთ ჩვენი ნომერი. მაგალითად ეს და პირადი ნომერი არის აუცილებელი იმისათვის, რომ დაიწყოს ტრანსპორტირების პროცესი. პირობითად იყოს ეს ნომერი და კომენტარის ველი არის აქ ასევე, მაგალითად თუ გსურს კურიერს მივანიშნოთ ნაცრისფერი კარია თუ როგორ უნდა მოაგნოს ჩვენს მისამართს ადვილად, შეგვიძლია აი აქ მივუთითოთ. მოდით დავაჭიროთ დამატებას, დაემატა ახლა მისამართზე და აქ ვაჭერთ გაგრძელებას. დავაჭირეთ გაგრძელებას, ვამოწმებთ ჩვენს შეკვეთას. თუ მაგალითად ისეთ ადგილას გსურს ტრანსპორტირება, სადაც არ არის უფასო, აი აქ დაგიწერთ ტრანსპორტირების საფასურს და შემდეგ გადაწყვიტავთ, გსურთ თქვენ ეს ნივთი ამ ტრანსპორტირების ფასად თუ არა. ხედავთ, რომ ახლა უფასო არის ტრანსპორტირება, იმიტომ რომ თბილისი მქონდა მე არჩეული და დავაჭიროთ თანხის გადახდას. ამით ჩვენ ასევე ვეთანხმებით ჩვენს საიტზე არსებულ წესებს. გადავედით უკვე საქართველოს ბანკის დაცულ საგადახადო ველზე, სადაც შეგვიძლია ჩვენი ბარათის მონაცემები შევიყვანოთ. და აუცილებლად ჩვენ უნდა შევიყვანოთ და არ ვთხოვოთ ამის შეყვანა სხვა ადამიანს, რადგან მესამე პირზე ზუსტად არ უნდა შევიყვანოთ ეს მონაცემები. აი ზუსტად აი აქ შეგიძლიათ ჩაწეროთ ბარათზე მითითებული ვადა, სადამდეც აქვს ბარათს და ასევე CVV კოდი, რომელიც არის ბარათის მეორე მხარეს თეთრ ველში ბოლოს 3 ციფრი.
აი ამას რომ შევიყვანთ, შემდეგ ბარათის მფლობელის სახელ და გვარსაც ჩავწერთ და დავაჭერთ ქვემოთ გადახდას.